მოგესალმებით მეგობრებო, ეს YouTube არხი ხურაა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. სამ მთავარ თემაზე გადავიდოდა, მინდა პატარა რაღაც ინფორმაცია მოგცეთ. აქ რაღაც ბექგრაუნდებს ვაკეთებ, ჯერ დასრულებული არ არის, ვიზუალი გადაღების კუთხეშება შევცვალო და ასე შემდეგ. ეს იმის მესამედი ალბათ, რაც უნდა გავაკეთო. ორი სუდი რა მოხდა ბოლო დღეებში. ერთი რომ საფსალე გამიტყდა. მეორე ყელი მტკივა, საკმაოდ, გონი ანგინა ხდება, მაგრამ ძლივს ვლაპარაკობ, მაგრამ YouTube-ი ვიდეო უნდა დაიჭერს. Consistency. ყოველთვის კარგად ვიყო და როცა კარგად ვარ, მაშინ რომ ვიღებდე ვიდეოებს მარტო, ეგრე წინ ვერ წავალ. ესეთ მდგომარეობაში უნდა გადავიღო ვიდეო. ხო და თუ ცოტა ხმა შეცვლილი მქონდა ან ჩაქიმული ვიდეო გამომივიდა, გთხოვთ გამიგოთ. დღევანდელი თემა რა არის? ბევრჯერ გამიგია ისეთი ნათქვამები, როგორიც არის, განათლების ფული არ მაქვს, იმას გაუმართლა, ხარა გავაკეთო, არაფერი არ იშოვება და სამართლობა და კაროჩე. იმაში არ ვეთანხმები ხალხს, რომ განათლება ძვირია დღეს. განათლების ფული არ მაქვს. აი უფრო ეს. რამხელა ტყუილია იგიცი. რეალურად დღეს საშუალო შაურმა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე წიგნი. კარგი ბესტსელერი. შენ დღეს მეუბნები რომ განათლების საშუალება არ გაქვს, მე შენ უკვე აღარ გენდობი. როგორი ტიპი ჩიტები, იცი? საბაბს რო ეძებს, რა მიზეს რო ეძებს, რომ თავისი ზარმაცი და გაუბედავი ცხოვრების სტილი გაამართლოს. დღეს შენ რომ მეუბნები რომ საშუალება არ გაქვს, აი რომ რაღაცას მიაღწიო, ეგ არის ტყუილი. თუ ეგ 11.90 მაგისტრის გენანება და მაინც შაურმაში 14 წელი გადაიხადო, ბაზარი რა შეგარგოს. პირველი პრეტენზია აღარ უნდა ქონდეს განათლებაზე, რომ აი რაღაცა არ გაქვს განათლების საშუალება და მეორე, თუ მაინც ეგრე გინდა მოიქცე, უფასო კურსები რამდენია? უზღვავი მასალა გაქვს ინტერნეტში, რო წაიკითხო რაღაცები. არის რაღაცები, რაც უფასოდ არის შოვება, მაგრამ გადაიხდი რამდენიმე ცალა ლარს, ფიური რაც არის გადასახადია. 6-7 ლარია მგონი და 11.90-ს მაგივრად 7 ლარში, 6 ლარში წაიკითხავ წიგნს. დღეს თუ რამე იშოვება და თუ რამე ძალიან იაფია და ხელმისაწვდომი, ეს არის განათლება. სეულში რო ჩავაბარე ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ერთი თვე ვიარე და მე გამოვედი. რატო გამოვედი ცალკე ვიდეოებში ნათქვამი, პირადი გონკები მქონდა, მაგრამ მაგის გარდა შენ იხდი წელიწადში 3,000 ლარს, მაშინ ისე იყო ყოველ შემთხვევაში 12,000 ლარი უნდა დამეხადა, პლუს წიგნები, ქსეროქსები, მთელი ამბები, 4 წელი უნდა მიმეწყნო რაღაცისთვის. ბიჭო, აი 12,000 ლარი რომ მომცე და 4 წელი, აი ხო არ ხარ და ვაფშე არ უნდა 12,000, ანუ 1200 ლარი მომეც. რაც კი წიგნი არსებობს დედამიწაზე აბსოლუტურად ყველას ვიყიდი. ერთადერთი პლუსი უნივერსიტეტის აქვს, რომ სოციალურ ურთიერთობებში უფრო აქტიურად ხარ ჩაბმული და გაფასრებული ხარ ამ ხრივ და ცოცხალი ხარ, ყველაზე გადმოვაფურთხე. არის რაღაცები, რასაც ლექტორი კარგად იხსნის. მაგრამ დღეს იმ ხალ კონკურენცია აქვს უნივერსიტეტს. ძალიან სპეციფიკური და ძალიან მიზანმიმართული კურსები უნდა იყოს იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს იაფ განათლებას. მე დღეს რომ შემიძლია 12 ლარად წიგნი ვიყიდო, რამაც შეიძლება ჩემი თვალთახედვა შეცვალოს ცხოვრებაში, მე შენთან აღარ გადავიხდი 12,000. თუ იმის ფეტიში არ მაქვს, რომ უნივერსიტეტი დავამთავრო. იმიტომ რომ დღეს არაერთი ჩვენი ახლობელი ვიცით, დაამთავრო უნივერსიტეტი და ტიპ სამსახური არ აქვს. მე კიდე გაუნათლებელი 9 ნომერი გლეხი რო ვარ. თვეში მაქვს 2,000, 3,000 ხარ მუშაობ, მაგრამ ძალიან ირონიულია, ვისაც დამთავრებული არ აქვს უნივერსიტეტი, იმას ნორმალური ხელფასი აქვს, ვისაც დამთავრებული აქვს, იმას არ აქვს კაი ხელფასი. ან ვაფშე რა აქვს სამსახური. ეგ იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი არ არის გარანტი შენი სამსახურის შოვნისა, მარტო საქართველოში არა, ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში, დასავლეთის აი წამყვან ქვეყნებში, აი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, იქაც ეგ პრობლემაა. ინტერნეტმა მოიტანა ეგ, რომ აი დღეს ვიღაცა რომ გახსნის უნივერსიტეტს, რომ მოინდომებს გამდიდრებას, ეგრე მარტივად ვეღარ იზავს მაგას. რა კაია, საქმეში ჩართოს და მოუწდა რომ ყელი მტკივა. ხო და რას ვამბობდი? აუ დამოვიცნა ბიჭო. ხო, ნახე, ერთი მიზეზი ის არის, რომ უნივერსიტეტი არ არის გარანტი შენი სამსახურის შოვნისა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ვისაც არ აქვს განათლება ოფიციალური, ის შედარებით თავმდაბალია. გააზრებული აქვს, რომ თუ არ იმუშავებს, არაფერი არ იქნება, მაგრამ ის ვინც ბაკალავრია, მაგისტრია და დოქტორანტია, ის მაوارد და გიждდება და 1200 ლარად არ იმუშავებს თვეში, რა, იმიტომ რომ ის დოქტორია. იმას ეგო ისე დონეზეა ხაწეული, რომ ან უნდა გაუმართლოს და მართლა რაღაც იშოვოს, მაგრამ ძირითადად, რასაც მე ვუყურებ, ეგრე არ ხდება. ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, ვინც დამთავრო უნივერსიტეტი, მაგრამ არის კატეგორია, ალბათ მეც ეგრე ვიქნებოდი რა, რომ დამთავრებინა უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და განათლებით რომ მოძრაობ, რომ მაგისტრი ვარ. ხდები? ანუ შენ არავინ არ ახარ. უკვე იმხელა ეგო მაქვს. არ დაგიდგები სუპერმარკეტში და მოლარი არ ვიქნები, კურიერი არ ვიქნები, მშენებელი არ ვიქნები, რამე კომპანიის დირექტორობა მინდა. რაღაცა აცდენა ხდება და ეგეც არ მომწონს რა უნივერსიტეტის. ძალიან მომწონს კოლეჯის მიდგომა. მე-9 კლასამდე ისწავლა ბავშვმა, აზაზე მოვიდა ზოგადი განათლება მიიღო და მე-9 კლასიდან, აი დაახლოებით 14 წლის რო არის, იქიდან უკვე სპეციფიკურ რაღაც პროფესიულ სასწავლებელში მიდის და რაღაცის პროფესიონალი ხდება. დურგალი, მეტალის შემდუღებელი, მანქანათმშენებელი, რა ვიცი, აი პროფესიული განათლება ძალიან პრაქტიკული რამეა. ვინც ახალ მიზანს აწვევით, ეს ყოველდღიური cash flow, ფულის დინება რა, ჯიბის ფული რო ძალიან მაგარია. დღეს თუ განათლების მიღება მინდა, ყველაზე იაფია განათლება დღეს. ადრე რო ტიპი სახელმწიფოს იპყრობდა, იმიტომ რომ წიგნ ნახევარი აიღო და ერთად ცოდნა მიიღო. დღეს შადიხარ მაღაზიაში, იხდი 11.90-ს და ბესტსელერს ყიდულობ, რომელიც უკვე დამტკიცებულია, რომ ძალიან მაგარია და რამეჯერაც წამიკითხავს მსგავსი წიგნი, რა თქმა უნდა, ჩემ ჟანრში, რაც მე მომწონს კონკრეტულად, იმ ჟანრში ის ბესტსელერი მართლა მაგარია. კონკრეტულს ვირჩევ, რაც მე მაინტერესებს ცხოვრებაში და იმაზე
ვკითხულობ, მაგალითად ეკონომიკა, ბიზნეს ლიტერატურა. მე ზე არ მომწონს რომ ყველაფერს წაიკითხავენ ხოლმე და ყველა ფერზე როცა ცოტა რაღაცა იციან. მაგას თავისი პლუსი აქვს ალბათ, მაგრამ ძალიან ვაფასებ კონკრეტულ სფეროში პროფესიონალიზმს, რა რაღაცაში კარგი ხარ. კოლეჯური მიდგომა ძალიან სწორი მგონია, იმიტომ რომ მე-9 კლასის მერე მე-12-მდე არაფერი არ მისწავლე სიმხლე გითხრა. სრული დროის კარგვა, მე თუ მკითხავ, მე-10, მე-11, მე-12 კლასი უნდა გავუქმდე. 9-დან ზევით უკვე კოლეჯის თემები და ტიპი 14 სასაკში რაღაცას დაიწყებს, დაამასტეროს. ის როლცის იქნება. აი წარმოგიდგენი რა დონის პროფესიონალი იქნება? ეს სასაკია რომ ისრუტავ აბსოლუტურად ყველაფერს. ასაკში თუ ბავშვს საშუალებას მიცემ რომ განათლება მიიღოს, აი ისეთი როგორც თუ აინტერესებს, ან როგორც მინიმუმ დაეხმარო, თავისი ინტერესი აღმოაჩინოს, ქვეყნის წინსვლა ეგ არის. ჩემი აზრით განათლება არის, როცა პრაქტიკულ საქმეს მაღალ დონეზე ფლობ. იმიტომ რომ კაცს რო დაჭირდება შემდგებელი და შედუღება არ ვიცი, მაგრამ ვიცი თეორიულად მაგარი რაღაცების თქმა. შემიძლია გეტყვები მუხლებამდე ავიწიო და გემშჯელ ბუხრის წინ სერიოზულ თემებზე. შენ თუ ექსპერტი ხარ და მართლა რაღაცაში კარგი ხარ, ერთი ისტორია უნდა გქონდეს იმ სფეროში, შენ ახალგაზრდობაში და მე უნდა იყო ექსპერტი რა, ეგეც ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვის შემდეგ. მაგიტომ მე თუ რამე ვსაუბრობ, ვცდილობ გავამყარო ჩემი გამოცდილებით და ისეთ თემაზე არ მისაუბრია, რაც არ მიმიღია ცხოვრებაში და რაც ჩემ ტყავზე არ გამომიცდია. ასე რომ მაგ მხრივ ძალიან ფრთხილად ვარ, რომ ისეთ რაღაცებზე გესაუბროთ, რაც გამივლია და ასე შემდეგ. აი წიგნის კითხვაზე რო გეუბნებით, ამ წელს აღარ წამიკითხავს, მაგრამ წინა 2 წელს 27 წიგნი წავიკითხე, იმიტომ რომ მაინტერესებდა ის კონკრეტული სფერო. ბევრს აღარ გავაგზავნებ. თავი მუღამი ეგ არის, რომ დღეს განათლების საშუალება გაქვს. კაი, აბა თქვენიც. ბაი